მოგესალმებით ჩემო ლამაზო მეგობრებო, ჩავთი მანქანაში შუქი რომ დამინახოთ, ახლა არის დილის 9-ის ნახევარი, როგორც გესმით, ძალიან ცუდათა ვარ. ყელი მდგივა ძალიან და როგორც კი ვახველებ, აი თქოს და მთელი ფილტვები ამომდის, ისე მდგივა ყველაფერი და დღეს არის 30 დეკემბერი, ხვალ არის ახალი წელი, ამიტომ ცუდად არ უნდა ვიყოთ. არ უნდა ვიყოთ ცუდად, დენისი ცუდად არის, მაგრამ თავარია პატარა ლუიზა არის ცუდად. ვართ მე და დენისი მაღაზიაში. როგორც ნახეთ, გუშინ წინ ჩამოვედით. ლუიზ დღეს ორშაბათია და უკვე დაიწყო ძიძასთან სიარული. ძიძამ მარტო შობას აიღო შვებულება, ახალ წელს მუშაობს. რა გითხრათ კიდე რა ვიცი, რაღაცები გასაკეთებელი, მოსაგვარებელი, აუცილებლად მოწავიდე აფთიაქში. მოვთხოვო რამე რომ მიშველონ. მაღაზიაში მივდივარ, რადგან რაღაცები საყიდელია, საახალწლოდ. ამ წელს ვიხდით ჩემი მშობლების სახლში ახალ წელს, ძალიან მიხარია. და დედას შევპირდი რომ მეთქი ტორტს მემოვიტან, რადგან 31 დეკემბერს დაბადების დღე აქვს. ასე, კიდევ კარგი საჩუქრები უკვე მოვიშორე, ყველაფერი ნაყიდი მაქვს, ძალიან მიხარია. თორე ესეთი ცუდად, არ ვიცი როგორ ვივლიდი მაღაზიაში, კი წავიდოდი, მაგრამ ალბათ ისე არ მოვძებნიდი, როცა უფრო კარგად ვუწევ თავს. ასე მეგობრებო, რა ვიცი რა გითხრათ, ახლა ისე ვართ ორივენი მე და დენის ცუდად რომ წავალთ სადმე დავжевით, რამე კაიან ჩაის დავლევთ, ან მე ჩემთვის ყავა, დენისმა ალბათ რამე ფორთოხლის წვენს აიღებს, ნახოთ რა სადმე დავжевით სითბოში და გავთვებით. მაინც ახლა მაღაზია დაკეტილია, ოფეთ როგორც კი ლუის დავტოვებ ძიძასთან. ეგრევე წამოვედი დენისის ასაყვანად სახლში მელოდებოდა და ეგრევე გავედით, არ მინდა რომ ბევრი დავკარგო, რადგან მე დღეს ვმუშაობ. კი ძალიან მესიკუთილება სამსახურში წასვლა, თან ისე ცუდად, მაგრამ არჩევანი მაქვს, არა მგონია. კიდევ კარგი რომ ისეთი სამსახური მაქვს, სადაც ვზივარ, ჩემთვის კაი ჩაის გავიკეთებ და დავაი კომპიუტერი. როგორც იცით, ვარ სამედიცინო მდივანი, თუ ბუღალტერი, როგორც კიდე დაუძახეთ. ყველაფერს ვაკეთებ ბიუროში, რაც ეხება საბუთებს პაციენტების, მათ ვიზიტებს, პლანინგი ექიმის და ასე შემდეგ. ასე ახლა სადმე დავжевით მე და დენისი ვისიამოვნებთ, სანამდე მაღაზია გაიხსნება. რაღაცებიც მაქვს გადასაყრელი, დიდი სათამაშოები დენისის, ახალი შობას თოვლის ბაბუამ ძალიან ბევრი საჩუქარი აჩუქა დენის. ამიტომ რაც სახში ქონდა გუშინ გადავახარისხეთ, რომელი სათამაშოთი არც თამაშობს. და ყველაფერი დავგრუზე, მანქანა გავტენე, გადავყრი ყველაფერს, დიდი ნაგვის ცეხია ჩვენთან და იქ ვყრით დიდ რაღაცეებს. ასე მეგობრებო, წავიდეთ. ნელ-ნელა მოვუახლოვდით ესე ქალაქს, სადაც უფრო ლამპიონებია და ჩანს, უფრო კარგად მხედავთ ალბათ ახლა. ხო და რას ვამბობდი, ვმუშაობ დღეს, როგორც კი დავიდი სამსახურიდან, წავალ სამსახურში, ბავშვებთან ეგ დარჩება. ეგ არის კარგი, რომ დღეს და ხვალ ექიმი არ არის კაბინეტში, ანუ ეგ ისვენებს, მაგრამ მე ვმუშაობ, რადგან იმდენი რაღაც მაქვს მოსაგვარებელი პაციენტების დოსიეებია, მოსაგვარებელი წერილები მაქვს დასაწერი ოჯახის ექიმებისთვის, წერილები სადაც ავუხსნი, თუ როგორ ჩაიარა ოპერაციამ, რომელიც ექიმმა გააკეთა პარასკევს, სანამდე დავიწყებდით შვებულებას, რადგან მაგან პარასკევს არა, ორშაბათს
რადგან მაგან ორშაბათს და სამშაბათს იმუშავა, ანუ 23-ში და 24-ში მე მაგ დროს ვერანაირად ვერ ვიმუშავე, ბავშვები მყავდა სახლში და დასატოვი არსად არ მქონდა. ამიტომ მეთქი ექიმს უთხარი, მეთქი 30 და 31-ში მოვალ, მაგრამ 23 და 24 დეკემბერს ვერანაირად ვერ გამოდის. მოვედით ჩვენ ახლა. დავჯდეთ სადმე მივირთ, აქ მივირთვათ, მიყვარს ეს ბულანჟერი საფუნთუშე. Quelqu'un nous avait ramené des beignets et tout de là. Ma maman, j'ai pris des chewing-gums. Allez, on y va. J'en ai pris pour en manger là-bas. On pourrait tracer la mazia au bralot. Merci. Bon bah très bien. მოვედი როგორც იქნა სახლში, თუ მიქსერის ხმა ისმით ძალიან მაპატიეთ, რადგან უკვე ჩავრთე მიქსერი, ვიწყებ უკვე ბისკვიტების გაკეთებას. გაჩვენებთ ახლა რა ვიყიდე მაღაზიებში, ვიყავი Lidl-ში და Leclerc-ში. ვიყიდე ასეთი კარტოფილი, ვიყიდე პორტოხალი, თან ახლა რო ცვათავად, რაღაცნაირად სულ გამშრალი მაქვს ყელი და მეთქი კაია პორტოხალი. პური ნახეთ, წეღან რო დავჭერი. ვიყიდე ბევრი კვერცხი, სარეცხის გუბკები, ბევრი დაკონსერვებული ესეთი ქილები ავიღე, დიდი ხანი არ მიყიდია, აღარ მქონდა სახლში სოკოები, რა ქვია იმას? სიმინდი ძალიან მიყვარს სალათებში. ავიღე ესეთი ძალიან გემრიელია ეს თუ საფრანგეთში ან გერმანიაში ცხოვრობთ. ბულგარული წიწაკით არის გავსებული ეს მწვანე ზეითუნის ხილი, როგორ არის. ვიყიდე ბარდა, რაღაც სალათას გავაკეთებ ალბათ. შემხვდა ესეთი მოძარელები ფასდაკლებით. ავიღე ახლა მივირთმევთ. ვიყიდე ამას ეძახიან ბერძნული იოგურტი. ბავშვებს უფრო მოსწონთ და მირჩევნია ეს ავიღო ვიდრე რამე ტკბილი იოგურტი. ამიტომ ამას მიირთმევენ, ლუისაც ძალიან უყვარს. ლიმონი ავიღე რო ჩაი და ჩაი ლიმნიანი. ამას მაცივარში მოვათავს. ავიღე ერთი მანგო, ევროთ იყო და მეთქი იყო სახლში ხილი. ავიღე ცოტათი ბანანი, ბევრი არ ავიღე, რადგან ფუჭდება და აღარ ჭამთ. ვიყიდე ესეთი ღორის ხორცის ფარში, რომ შევურიო ჩემს ძროხის ხორცის ფარში და უფრო ჩემი ფარში გამოვიდეს წვნიანი და ცხიმიანი. დეზოდორანტი და მარილი. მარილი კი მქონდა, მაგრამ შემეშინდა მეთქი რო აღარ იყოს. ბავშვებს ავუღე ესეთი დასალებები, ვიტამინი, მეთქი ახლა ცვათ რო არიან, რაც შეიძლება ბევრი აფთიაქში. რავია ეს მომცა, ძალიან კი არ ვარ ყმაყოფილი, მაგრამ მე მგონი სხვა გამოსავალი არ მაქვს, რაღაცა სიროპია ისევ. ეს ამ სიროპს ძალიან ხშირად მევასმევ ბავშვებს და სულ შველით და მეთქი რავი იყოს ეს.
ავიღე მასკარპონი რომ გავაკეთო კრემი როგორც ყოველთვის ვიყიდია ესეთი კოტეიჩის როგორც რაღაცები ხაჭოსავით არის და ძალიან გემრიელია და მინდა რომ რაღაცები გავაკეთო ამიტომ 2 ცალი ავიღე ასეთი ღვიძლი ქათმის ღვიძლი რამე სალათას გავაკეთებ თუ სალათა არა რამე წუნიანს გავაკეთებ და ბრინჯთან ერთად იქნება გემრიელი მასკარპონი კრემთან რა თქმა უნდა შედედებული რძე ახლა ამას ორივეს აუცილებლად მაცივარში მოვათავსებ რომ ორივენი იყოს ცივი როცა კრემს გავაკეთებ და დენის ავუღესეთი სამკუთხედი სენდვიჩები, რადგან საერთოდ თავი არ მქონდა რამის გაკეთება. ჩემთვის და დავიდისთვის ავიღე ეს სალათები, თან -20% იქონდა. მე ხლა მართლა როგორც გითხარით, ძალიან ცუდა ვარ და თავი საერთოდ არ მაქვს რომ ეხლა საჯმელი გავაკეთო და ერთი ჩემთვის, ერთი დავიდისთვის. მშვენივრად მივირთმევთ. შემდეგ ეს როგორც იცით ძალიან მიყვარს ეს გაყინული ბოსტნეული ყველები ავიღე აქაც ესე ფასდაკლებით იყო და უფრო საინტერესოა ვიდრე ნაღდი ღირებულება სალათა ავიღე ასე პაჩკებში ვიყიდე მაიონეზი, ოღონდ აუცილებლად მდოგვის გარეშე, აქ საფრანგეთში ძალიან ხშირად არის მაიონეზი მდოგვით და ხსუ ამას ვყიდულობ, აი აქ წერია მდოგვის გარეშე. სალათებისთვის არის მისწრება. და ლუის ავუღე თავისი პეჩენიები რომ უკვე დაფხნილი, რძეში ვუყრი, დილით ვაძლევ და ერთი ჩვენ, ერთი ძიძას, რადგან ხანდახან იქაც სვავს თავის რძეს. და კიტრი. ასე მეგობრებო, ახლა მეც დავჭრები, დავლევ ჩაის ცხელი, წამალს დავლევ, ძალიან ცუდად ვარ. და მე სამსახურში მივდივარ. მაგრამ სამსახურში უფრო დავისვენებ, იმიტომ რომ აქ როგორც ხედავთ არ ვჩერდები.